მანძილი შენამდე დიდია, შენიდან ჩემამდე არც ისე. სიყვარული, რომელიც დროისა და სივრცისგან დამოუკიდებლად ჩდება, დისტანციური სიყვარულია. ეს გრძნობა თავისთავად გამოწვევაა, თუმცა მასში არის რაღაც უნიკალური. ეს არა მხოლოდ მოლოდინით გაჟღენთილი განცდა, არამედ რეალური არჩევანი, რომელიც გვაიძულებს უფრო მეტად დავაფასოთ ის, ვისაც შორიდან ვუყვარვართ. როდესაც სიყვარული ციფრული სამყაროს საშუალებით გვეწვევა, სიტყვები უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. სიჩუმე კი უფრო ხმამაღალი ხდება. როგორც ვიქტორ ჰიუგო ამბობდა, სიყვარული სივრცესა და დროს არ ცნობს. მისთვის საკმარისი მხოლოდ გულია. დისტანციური სიყვარულის მთავარი გამოწვევა კომუნიკაცია. როგორ შევინარჩუნო სითბო, როცა შეხება არ შემიძლია. როგორ შევქმნა სანდოობა, როცა საყვარელი ადამიანის თვალებს ვერ ვუყურებ. ამ ყველაფერს ემატება დროის ზონები, სხვადასხვა ცხოვრების რიტმი და მონატრების მძიმე გრძნობა. როგორც ხოსე ნაროსკი წერდა, მანძილი სიყვარულის მტერი კი არა, მისი გამოცდაა. დისტანციური სიყვარული ხშირად გავს ცაზე გაბრწყინებულ ორიონს, შორეულ, მაგრამ ნათელ გზამკვლევს. ის გვასწავლის, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ სიახლოვით არ იზომება. ნამდვილი გრძნობა ისაა, რაც მაშინაც ძლიერდება, როცა მისი აღქმა მხოლოდ სიტყვებით და მოგონებებით ხდება შესაძლებელი. გახსოვდეთ, რომ გულის სიმძლავრე მანძილზე უფრო დიდია.